შენ რა დედავ და მემუქრები? ბარანი ჩემი შვილია. დიდი ხნის წინ დამართვით. ებრუ ბედნიერი იქნება თუ შვილი გვერდით ეყოლება. მკვდარი ჰგონია. მე კი სინდისი აღარ დამტანჯავს. ამას ვერ გაბედავ. გავბედავ. ებრუს ყველაფერს მოუყვები. ბარანს წავიყვან. ისევ ოჯახი გვექნება. მარტო მე რატომ უნდა დავრჩე წაგებული? ვერ აღირსები. უფლებას არ მოგცემ, არასოდეს. ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე ბარანი არა? მამაც ასე ამბობდა. ოზლემს ბიჭი არ ეყოლებაო. შენი ერთადერთი იმედი ბარანია. გამოსავალი აღარ დაგჭირ. ამას ვერ ეგუები. ამიტომ არ აღიარებ, რომ ბარანი ჩემი შვილია. მაგრამ აზრი არ აქვს. მე ვარ მამამისი. მე. გაჩუმდი, თორემ მოკკლავ. ძმაო, დაწყნარდი, ვერავინ გაიგებს რა მოხდა. ებრუმ უნდა იცოდეს, რომ ბარანი მისი შვილია და არა ნარინის. ბარანი შენი შვილი არ არის. ჩემი შვილია. ჩემი. ძმაო, მოკკლავ. ერთი დღით ადრე. ეჯე უსლუ, იავუს ბინგოლი, ოზლემ ჯონკერი, მესუტ აკუსტა, ოგუნ კანტანოღლუ, ხულია დუიარი, ჰილალ ალთინბელეკი, საბაჰად კუმაში, მერტ იაზიჯიოღლუ, სევდა ერგინჯი, აიჩა აიშინ ტურანი, ილაიდა ჩევიკი, არდა ერკურანი, ებრუ ოჯენ შაჰინი, ჯან ათაკი, ტურან არსლანი, იარჩილ ერტურკი, კან ავშარი, თურან სელჩუკ იერლიქაია, შერიფ სეზერი, ოზჯან დენიზი. ოპერატორი ერჯან ოსკანი. კომპოზიტორი ფირატ იუქსელირი. სცენარის ავტორები ეილენ კამპოლატი, სემა ერგენეკონი. რეჟისორი მურატ სარაჩოღლუ. პროდიუსერი შუქრუ ავშარი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მადლობთ. გმადლობთ. მურატ ბეი, როგორ ბრძანდებით საღამოშიდობისა? გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ზევით. ქალაქის მერიც მოსულია, ხომ არ ნახავ? შენი ნახვა ესე ამოვნება. რა თქმა უნდა ვნახავ. მე წავალ, დავათვალიერებ. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონათ. მითხრეს, ჰალფეტი ჯერ არ გინახავთ. მართალია? მურატ ბეი, ოჯახის წევრები იქ გყავთ, საწარმოც გაქვთ. თქვენც ხშირად დადიხართ, ქალბატონი ებრუ თან რატომ არ დაგყავთ? ვერ მოვახერხეთ. თიულინ, არ მინდა. წავალ გავლიდერ.
ბარან ჩემო ბიჭო ჩემო ლომო წადი და შენიცი აქ ვარ. შემოდი. პირველია? კარგი. მოდი ჩემთან. თავი ძალიან მტკივა. კენდელს უარს ვერ ეუბნები? ის გაიძულებს არა? შენი ფოტოსურათიც ასლია. ბავშვობაში რომ გაქვს გადაღებული ოღონდ ფერადია. გეგონება ზრდასრული რიუსგარია. გაოცებული დარჩები. შეხედე. იქნებ თქვენი ნათესავია. არ ვიცი. შეიძლება ჩვენი კუთხიდან არის. ხომ არ მოგშივდა? გამოდი რამე შევჭამოთ. დედა სახლში გველოდება. კარგი, მაშინ დავბრუნდეთ. ქალი მოგეწონა? ნუ თქვენია, თამამად. თორემ ვინმე იფიქრებს, რომ შენი საქმე ვერ გააკეთე. აუში მიდი. აუშვი და გადმოხდი.
წიგნები იყიდე? ხო, მაგრამ ყველა წიგნისთვის ფული არ მეყო. თუ ვინმე გკითხავს, თქვი რომ ყველაფერი გაქვს. დაო, ეს ნავი ჩვენთან იყო? ხო. იმ ფაბრიკის მეპატრონია, რომელშიც მუშაობ, კენდალ ბეი. მადლობელი ვარ, რომ მესტუმრა. ცოტა ხნით იყო მოსული. რა კარგი ადამიანია. ხო. მართალი ხარ. Melek, eşin gagete? Evet abi. Ho. Როგორც ჩანს, დედას და დებს განსხვავებული გემოვნება გაქვთ. ვასწავლიდი, მაგრამ სწავლის სურვილი უნდა ჰქონდეთ, რასაც ვერ ვამჩნევ. ასემ, ჯამე, შენ ხომ გიყვარს? ემინე. წაიყვანე თავის ოთახში ჭამოს. ბარან. დაჯექიშვილო. საჭმელი გაცივდება. კენდალ, აცე რატომ იქცევი? ის ხომ შენი სისხლისაა? დედა, სუპრასთან რომ დაქსვი საჭმელი სად არის? ქათამი უნდა გაგეკეთებინათ. დედა სამზარეულოში მარტოა, ყველაფერს ვერ ასწრებს. ემინემ მითხრა დაჯექი, დახმარება არ გვჭირდებაო. ხო? ხოდა დააფასე. მეორე ცოლს ოჯახში ასე არავინ ექცევა. ერთ სახლში რამდენიმე დიასახლისი ცუდია. თუმცა მე არასოდეს ვწუწუნებდი. Sanki bana oğlan doğuruyormuş gibi. ეგ მართალია. თავი ისე უჭირავს თითქოს ბიჭს გამიჩენს. ან მეფეს ელოდება. Yaşa be deysem kızı. Güzel anam. აი, ქალიც ასეთი უნდა. დედა, როგორც ყოველთვის სასწაულებს ახდენ. გემრიელად მიირთვი ჩემო ბიჭო. კენდალ. ხო. Öyle mi? ხვალმურატი ჩემოდის, იცით? Yine ne isteyecek Martla? kıymetli oğlum? შენი საყვარელი შვილი ამჯერად რას მოხდავს? Niye geliymiş? ნარინ, შენთვის არ უთქვამს, რისთვის ჩამოდის? 2 aydır aramadı. არა ძმაო, არაფერი არ უთქვამს. ორი თვე არც დაურეკავს. Yahu hadi işi düşmedikçe bizi aramıyor. რა თქმა უნდა, როცა არ ვჭირდებით, არც გვირეკავს. გული როგორ უთმენს, რომ ამ საბრალოს არც კითხულობს. Lafım var. Ana. გარგი, მოვიდეს, რამდენიმე სიტყვა მაქვს სათქმელი. დედა, არ გავედო და არ ჩაერიო, თორემ შენს გაწყენინებ. Oh, biz de ana ol burada yeriz. Bak temiz havada mis gibi. მოდი შვილო, მე და შენ აქ ვიცადილოთ. სუფთა ჰაერზე. Babam istemiyor beni. Mama çems ar vჭირდები. Hiç öyle şey olur mu oğlum? Hiç et tırnaktan ayrılır mı? Sen არა შვილო, ამას როგორ ამბობ? შენ მისი ერთადერთი ბიჭი ხარ. ძალიან უყვარ ხარ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად. Kim dediyse sağ. ვინც ამას გეტყვის არ დაუჯერო. იტყუებიან. Sen inanma. შენი შურთ შვილო. არ დაუჯერო. Aslanım benim. მიდი ჩემო ბიჭო. მიდი ჯამე. Gel bakayım. ჯამე, მიდი.
მურად. დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა. ერთად გვეძინა და უკვე მომენატრე. სიტუაცია ერთად ვისაუზმოთ. კარგი? აეროპორტში დამაგვიანდება. სად მიდიხარ? ჰალფათიში. საღამოს დავბრუნდები. ჩემთვის არ გითქვამს. ჩემო მამაზო დღესვე დავბრუნდები. არ მესმის ასე უცნაურად რატომ იქცევი? შეგეძლო გაგეფრთხილებინე. მეშვები. აღარ გაგვიანდება? ჩემმა საყვარელმა ბიჭმა გაიღვიძა? რა ქენით? შეთანხმდით დღეს რას გააკეთებთ? ხო, შევთანხმდით. დეი და სევიმმა გამაღვიძა. ხო. წამალი უნდა მოამზადოს. მე თვითონ გავაკეთებ. ძალიან ადვილია. არა, ჯობია დეი და სევიმმა გააკეთოს. თან იცის როდის უნდა დალიო, შენ გაერთობი და გადაგავიწყდება. წადი სააბაზონოში შედი, მე შენს დებს გავაღვიძებ. ადექი, დილა მშვიდობისა საყვარელო. დილა მშვიდობისა დედა. ადა გააღვიძე, მთელი ღამე მუსიკას უსმენდა, იმ ხელახმაზე ჰქონდა ჩართული თავი კი ნაღამ გამისკდა. დამშვიდდი, შევალ და უცებ გავაღვიძებ. შენ მანამდე ისაუზმე, კარგი? კარგი. ადა. ადა შვილო. გაიღვიძე, ჩქარა. რა გინდა დედა, დამაცადე რა, მიწის რა ხომ არ არის. ისევ დილამდე უსმენდი მუსიკას. გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. არ მომზადებულ ხარ არა? ხო და არ წავალ. ადა. ადექი და დროზე ჩაიცვი. ჭამას ვერ მოასწრებ. კარგი, მოვალ. არ გამაბრაზო. კეთილი მგზავრობა. საღამოს ხომ დაბრუნდები? რა თქმა უნდა. რა მოხდა? მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ბლინები თაფლისთვის უნდა. მეც მინდა. შენ რა გინდა, ფამუკ? ბლინები ამასაც უნდა. კარგი. ერთი საათი დრო კიდევ მქონდა. სკოლაში ცარიელი კუჭით თუ წახო გაკვეთილზე ვერაფერს ვერ გაიგებ. დეიდასევი მართალს ამბობს ადა. დედა, მამამ უკვე გაიღვიძა? ჰალფეტიში წავიდა, მაგრამ საღამოს დაბრუნდება.
მამა რა მოხდა? რატომ დაბრუნდი? ბავშვებისთვის არ მიგოცნია. დილამშვიდობისა მურად ბეი. დილამშვიდობისა. საღამოს დაბრუნებას ხომ აპირებდი? ბავშვებთან დაუმშვიდობებლად ვერ წავიდოდი. რამე მოხდა? არა. უკვე მიმდივარ. ბავშვებო, საღამოს ერთად ვივახშმებთ. პიცა შევუკვეთოთ და საშინელებათა ფილმს უყუროთ. მაგარია. გამარჯობა მურად ბეი. გამარჯობა რიზა. რიზა. ამბობენ გვირჩევნია მოვიცადოთო. ჩვენ თუ არა ახალ მოსავალს ვის ჩააბარებენ? არავის. კარგი. ეს მათ დაუტოვე. არაფერი არ თქვა. ჩვენზე მეც არავინ არ გადავუხდით. თვითონ მოვლენ და შეგვეხვეწებიან. კარგი, კენდელ ბეი. ვიძია? ხაშვილო. რისთვის დამებარე? სკოლაშიც არ გამიშვი. შენი სკოლა აქ არის. შენი მასწავლებელი კი მე ვარ. სისულელეების სწავლას თავი დაანებე. მომხედავს საქმე რა კარგად მიდის. მართლა. პირველ დავალებას მოგცემ. ანტებში წადი და ეს საქმე მომიგვარე. კარგი ვიძია. კარგი, შევთანხმდით. ნახვამდის. აბა შენიცი. კენდელ ბეი, დიახ. სემიკთან საქმის გარკვევა დაავალე? მე რა. ბავშვს რომ რამე დაუშავონ? წინათვის პულიც არ გადაუხდიათ. გონი გაშვება არ ღირდა. ვიოლენტ. ჩუბს მაშინ სწავლობ, როცა კარგად მიგბეგვავენ. ჩვენ შემდეგ აქ ეგ უნდა დარჩეს. ყველაფერს ახლავე თუ არ მიეჩვევა, მე ვეღარ შეძლებს. შენ უგეშინია. დამშვიდი და ჩაი მოატანინე. კარგი? რიზა, ჩემი ძმა სად არის? კენდელ ბეი ფაბრიკაშია. იქ მივიდეთ? არა, ჯერ სახლში წავიდეთ. დედას ვნახავ. კარგი ბატონო.
მაიაზე დიდი მეც ვამყარებთ. ამიტომ ვარ ასეთი მომთხოვნი. კმაყოფილი ვართ, მაგრამ რასაც აკეთებს, არ არის საკმარისი. თუმცა ადაზე იგივეც ვერ ვიტყვით. რაც გულისხმობთ? ვიცი, რომ ადა მაიასავით წარმატებული არ არის. მეცადინეობა არ უყვარს. მაგრამ თუ ასე სერიოზულად არის საქმე, იცით, წინა თვეში ექსკურსიაზე ვიყავით. დიახ, ვიცი, კარტეპეში იყავით. ადა ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, რომ ჩამოვიდა. მაიას ეუბნებოდა ბევრი დაკარგი ექსკურსიაზე, რომ არ წამოხვედიო. ქალბატონო ებრუ, ადას სკოლის ლაშქრობაში მონაწილეობა არ მიუღია. როგორ? არ მესმის? არა, შეუძლებელია. დედა მურატი ჩამოვიდა. კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა. შენი დახვედრაც. ბარანი სკოლაშია. ახლა გავაგებინებ, რომ ჩამოხვედი და მოვა. მურატ, ჩემო საყვარელო ბიჭო, როგორ გამახარე, როგორ მომენატრე. გახდი მურატ, რამე ხომ არ გაწუხებს? კარგად ვარ დედა. მურატ, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა. გამარჯობა რძავა. ხუმისადილებ ჯერ ისევ ცხელია. ჩაიცდალია. მადლობ დედა, თვითონ ფრინავში ვჭამე. დღესვე უნდა დავბრუნდე. ძმას ვნახავ და წავალ. კარგი, როგორც გინდა. ცოტს მაინც ვაუზოთ. ძმას რომ ნახავ შემოიარე და ტკბილეულს დაგახვედრებ. კარგი. ყავას ხომ დალევ? არა, შეუძლებელია. თუ ექსკურსიაზე არ ყოფილა, მაშინ 3 დღე სად იყო? არ იცით? იმ ბავშვებზე ვაგროვებთ ინფორმაციას, რომლებსაც მშობლები არ გაუფრთხილებიათ და დრო სხვაგან გაატარეს. თქვენი შვილი არც ერთთან ერთად არ ყოფილა. ღმერთო ვერ ვიჯერებ. ღმერთო. დამშვიდდით, გთხოვთ. მათ ასაკში მშობლებს არც ჩვენ ვუჯერებდით. თავარია გავიგოთ, რატომ მოგატყუათ. არ ვიცი, დამიჯერეთ, წარმოდგენა არ მაქვს. ადაც ნელა დახსაზრდელი ბავშვია, მაგრამ არ იტყუება ხოლმე. ცუდად ნუ გაგვიგებთ, ქალბატონო, მაგრამ უარესებიც ხდება. კარგია, რომ დამიბარეთ და შემატყობინეთ. მოითმინეთ, კიდევ ერთ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ. მე დაგტოვებთ, მომავალ შეხვედრამდე, ქალბატონო ებრუ, ნახვამდის. შენ როგორ ხარ? ვიცი, უსიამოვნებები გქონდა. დამშვიდდი? არა. საქმე ახლა უფრო ცუდად გვაქვს. შენ ამ ოჯახის სიხარული ხარ, მურატ. იმდენ რამეს მიაღწიე. დარწმუნებული ვარ, ამ მძიმე დღეებსაც გადაიტან. eminim ben. ნარენ. თქვენც და მურატ ბეისაც დიდ ბადებს გცემთ.
ბანკის წარმომადგენლებს დაველაპარაკებოდით, მაგრამ რასაც ამბობ შეუძლებელია. შიშობ რაღაც შეცდომაა. მურატს ახლავე დავურეკავ. ახლავე. ქალბატონო ებრუ, მომისმინეთ. ეს ახალი ამბავი არ არის. გასული წლის 2 თვის ფულიც არ გადაგიხდიათ. ნამდვილად რაღაც გაუგებრობაა. მურატს უნდა შევატყობინა. ჩვენმა დირექტორმა რამდენჯერმე სცადა გარკვევა და დაპირდნენ, რომ დარჩენილ თანხას მალე დაფარავდნენ. ადას და მაიას აქაღალდეებს ახლავე გიჩვენებთ. ახლავე. ჩემს ქმართან გავარკვევ. სიტყვას გაძლევთ. დღესვე ყველაფერს მოვაგვარებთ. გმადლობთ, რომ გამაფრთხილეთ. ნახვამდის. მურატ, სკოლაში ვარ. აქ რაღაც გაუგებრობაა. ძალიან მთხოვნ მალე დაბრუნდი. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.